როდესაც საკრალურ ინფორმაციას ვეცნობით, უნდა გვესმოდეს, რომ ყოველი სიტყვა ატარებს ენერგიას. ენერგია კი გავლენას ახდენს ირგვლივ ყველაფერზე. ყოველ სიტყვას შეუძლია შეცვალოს ადამიანის ენერგოსტრუქტურა. სიტყვები არის ვიბრაცია. თუ ვიბრაციის დონე მაღალია, ის დადებითად მოქმედებს ადამიანზე. მაღალ ვიბრაციულ ენერგიას შეუძლია განკურნოს ადამიანი სტრუქტურულ დონეზე, ანუ ქვეცნობიერის, უჯრედულ და დნმ-ის დონეზეც კი. შეეცადეთ იგრძნოთ ყოველი სიტყვა როგორც ენერგია. შეიგრძენი და გააცნობიერე, თუ როგორ მოქმედებს ჩვენს სხეულზე თითოეული სიტყვა. და რაც მეტად მოვდუნდებით, მით მეტი ეფექტი ექნება დღევანდელ მედიტაციას. ახლა კი მოვთავსდეთ კომფორტულად, ისე რომ არავინ და არაფერმა ხელი არ შეგვიშალოს. უმჯობესია თუ ჰორიზონტალურ პოზას მიიღებთ, ანუ შეგიძლიათ დაწვეთ. მაქსიმალურად მოდუნდი, რათა ჩაეფლო შენი სხეულის შეგრძნებებში. ახლა კი გავაკეთოთ ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა 7 ჯერ. დავიწყოთ. იგრძენი როგორ დუნდება მთელი სხეული. ახლა კი ყურადღება გადაიტანე სხეულის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, ანუ შენს შეგრძნებებზე. იგრძენი როგორ გაედინება ფეხის ტერფებიდან მთელი სხეულის დაძაბულობა. მოდუნდი. ახლა კი მთელი მოდუნების ტალღა აბსოლუტურად მოიცავს სხეულს. მოდუნების ენერგია გვაძლევს კომფორტის და ჰარმონიის შეგრძნებას. მოდუნდა მთელი სხეული, ზურგი, კერდი, მენჯი, ფეხები, მოვადუნოთ თავი, ყელი, მხრები, ხელები. იგრძენი სიმშვიდე. ისუნთქე მშვიდად.
იგრძენი როგორ მოდუნა სახე. სასიამოვნო მოდუნება ავსებს მთელს სხეულს. უკვე მთელი სხეული ჩაფლულია მოდუნებაში. იგრძენი სიმყუდროვე, სიმშვიდე, სითბო, ნდობა, შინაგანი ჰარმონია. ამოსუნთქვისას იგრძენი თუ როგორ გათანაბრდა ენერგია შენში. ახლა კი იგრძენი შენი თავის ქალა, თითქოს ანტენაა, რომელიც იჭერს სხვადასხვა საინტერესო და ამავდროულად სასიამოვნო ტალღებს. დიახ, თითქოს ჩვენი თავი არის ანტენა, რომელიც იჭერს სასიამოვნო და საინტერესო ტალღებს. ყოველი ფიქრი, რომელიც მოდის, მიიღე და აღიქვი ჰარმონიულ ასპექტში. მოადუნე თავი და მოისმინე ის საკრალური ინფორმაცია, რომელიც არის შენი რეალობის მართვის ჭეშმარიტი ინსტრუმენტი. ღვთაებრივი ცნობიერების კოდები, რომელიც ასევე არის კრისტალური ცნობიერება, ადამიანს ეხმარება იგრძნოს მისი ჭეშმარიტი ღვთაებრივი არსი. სწორედ ახლა ღვთაებრივი სიყვარულის ენერგიები ჩვენი ცნობიერების სტრუქტურაში ჩაედინება. ღვთაებრივი ენერგია მოიცავს ცნობიერების უმაღლეს ჭეშმარიტ ასპექტს. ეს არის შინაგანი სიცხადის, სიყვარულის, სინათლის ნაკადი. თითქოს ეს გრძნობა გავს შინდაბრუნებას. ანუ სულთან კონტაქტს. ყოველივე ეს შეგვახსენებს ჩვენს ღვთაებრივ ბუნებას. ღვთაებრივი ცნობიერება არის სულის სილამაზე და ჰარმონია. ღვთაებრივი შუქი ცნობიერებაში არის ადამიანის ჭეშმარიტი არსი. მოვიდა დრო ჩვენი ცნობიერების ევოლუციისა, გარდაქმნებისა, განკურნებისა, განახლებისა. სწორედ ახლა თქვენ ისმენთ განახლების მედიტაციას. სწორედ ახლა ხდება მთელი ენერგოსტრუქტურის რეგენერაცია. ჩვენი სხეული არის ღვთაებრივი სისტემა, რომლის მართვა შეგვიძლია ისე, როგორც თავად გვსურს. ჩვენი სხეული არის მთელი ჩვენი სამყარო, რომლის პროგრამირება შეგვიძლია ჩვენ. პირდაპირ ახლა დააკვირდი და იგრძენი თუ როგორ რეაგირებს სხეული გარკვეულ ფრაზებზე.
სიყვარული, 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 სინათლე, 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 ჰარმონია, ჰარმონია, ჰარმონია. ადამიანის სხეული შექმნილია სიყვარულისთვის, სიხარულისთვის, რომ მიიღოს მან ღვთაებრივი გამოცდილება აქ დედამიწაზე. ჩვენი ფიქრები არის ჩვენი სხეულის შინაგანი პროცესების მმართველი. ყოველი ფიქრი კვებავს ჩვენს უჯრედებს. ჩვენი ენერგეტიკული ველი შედგება მთელი რიგი ვიბრაციებისაგან. ჩვენი ემოციების ვიბრაცია მნიშვნელოვნად აისახება ჩვენს საერთო განწყობაზე. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ენერგია ჩვენი აღქმის მიხედვით. პირდაპირ ახლო შეიგრძენი, როგორ აქტიურდება შენში ღვთაებრივი მეხსიერება, უმაღლესი ცნობიერება. იგრძენი სინათლის სხივი მთელ შენ სხეულში, რომელიც სპირალიზებულად მოძრაობს შენში. თუ როგორ ანათებს ქვემოდან ზემოთ, ეს სხივი გაძლევს სიცხადის საოცარ შეგრძნებას. იგრძენი შენში სინათლე, თუ როგორ მკვეთრია ის. შეიძლება იყოს ოქროსფერი, ან თუნდაც თეთრი, რომელსაც გადაყავხარ ცნობიერების ღვთაებრივ განზომილებაში. ჰარმონიაში, თავისუფლებაში. ახლა იგრძენი ეს სინათლე, როგორ აღწევს მთელს ოთახში. უსასრულოდ მოკაშკაშე შუქი გაძლევს ღვთაებრივ შეგრძნებას და ღვთაებრიობასთან პირდაპირ კავშირს. გაცნობიერე თავის სინათლედ, სიყვარულად. იგრძენი თავი როგორც სინათლის ცნობიერება, რომელიც განსხეულდა აქ დედამიწაზე. როცა ადამიანი მის გონებაში ჩართავს სინათლის სხივს, ის იმყოფება მაღალ ვიბრაციებზე, სადაც არის მხოლოდ სიყვარული. მოვიდა დრო გაიაქტიურო სინათლის ცნობიერება. ვიყოთ ღვთაებრივი შუქი. ვიყოთ ღვთაებრიობის შერწყმის მდგომარეობაში. როცა შიგნიდან გრძნობს სიყვარულის ნაკადებს, შენი ცხოვრება ხდება უმაღლესი სიხშირის ასპექტი. სწორედ ახლა ხდება მთელი შინაგანი
ორგანოების ჰარმონიზაცია, მთელი ნერვული სისტემის ბალანსი, სინათლის სხივი, რომელიც შენშია, ასუფთავებს სისხლს და აბალანსებს გონებრივ ემოციონალურ პროცესებს. სინათლის შუქი, რომელიც უხვად შემოდის შენს სხეულში, მიიღე ის მადლიერებითა და სიყვარულით. ახლა კი ვიზუალიზაცია გაუკეთე, თუ როგორ მოდის დიდი ოქროსფერი შუქი შენი გულიდან, რომელიც მოიცავს მთელ შენს სხეულს და უერთდება ცას. ამ შეგრძნებებში დააკვირდი შენს ემოციებს, იგრძენი გულში უდიდესი სიყვარული, ჰარმონია. შენი გულის სინათლე ისეთივე ძლიერია, როგორც ცეცხლი. სწორედ ახლა ხდება აბსოლუტური განახლება. ცეცხლი, რომელიც წვავს ყველა ბაქტერიას, ვირუსს, ნეგატივს, ნახე როგორ ანთებულია მთელი შენი სხეული. ახლა კი გაიმეორე, მე ვარ სინათლე და სიყვარული. მე ვარ სინათლე და სიყვარული. მე ვარ სინათლე და სიყვარული. უკვე გააქტიურებულია შენში უმაღლესი ცნობიერების კოდები, ღვთაებრივი ინტელექტი, რომელიც შენი რეალობის მართვის მთავარი ინსტრუმენტია.